საუბარი ბებიასთან, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. არც ერთი საუბარი არ მავიწყდება მასთან. ერთის გამორჩევა ცოტა მიჭირს, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბოლო საუბარი, როცა მითხრა 90 წლის რო იყო, ვერც კი წარმოგიდგენია, რა ცოტა ყოფილა 90 წელი. ანუ ფაქტიურად ციცოცხლის ბოლოს მისი ლაპარაკი ჩემთან. რა იმერჩევა მოგცათ? ციტა რჩევა კონკრეტულად ესე არ მოუწია, მაგრამ მისი ყველა გამონათქვამი დღესაც ჩემთვის არის როგორც რაღაცის ფორმულა და ცხოვრებაში ძალიან მეხმარება და ძალიან მადგება. ცეკვის რიტმი უფრო საინტერესოა თუ თქვენი ცხოვრების? ორივე ძალიან საინტერესოა და ორივე ძალიან დაძაბული და ესეთი ჩქარია. რომლისთვის უფრო ძნელია ფეხის აყოლება? ალბათ ცხოვრების რიტმისთვის. პირველი სიყვარული? სკოლაში. რამდენი წლის იყავი? 16. დიდხანს გაგრძელდა? დღემდე მახსოვს და ალბათ პირველი სიყვარული გრძელდება ყოველთვის. სახელიც გახსოვთ? კი, როგორ არა, უბრალოდ ტრაგიკული ისტორია იყო, ადრე დაიღუპა, მაგრამ სულ მახსოვს. არ ნანობთ, რომ ცეკვა არ გაგრძელეთ? ფაქტიურად გავაგრძელე, უბრალოდ ცეკვას აქვს თავისი ასაკი, როგორც სპორტს, რაღაც ეტაპის მერე უნდა დაანებო თავი სცენაზე ყოფნას, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ცეკვა გრძელდება, სულ ცეკვაა. ჩოხა ყველა ქართულ კაცს ხვდება? კი, ყველას. ჩოხა ყველა მამაკაცს ხვდება, ქართველ მამაკაცს. დაცემის შემდეგ მარტივად შეგიძლიათ წამოდგომა? კი. გარდატეხა რა ფაქტმა მოახდინა თქვენ ცხოვრებაში? ალბათ, როცა გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო ეს ტრადიცია და ეს პროფესია ავირჩიე. სხვანაირად წარმოგედგინათ ცხოვრება? კი, აბსოლუტურად სხვანაირად და ეს თიმკვეთრი გარდატეხა მოხდა, რაღაც სხვანაირი ცხოვრება დაიწყო. სხვა პროფესიის არჩევა გინდოდათ? ავარჩიე კიდევაც მე სხვა პროფესია, დავამთავრე სამხატვრო აკადემია და რაღაც მხატვრის, თქვათ, კარიერას შეუდექი, მქონდა გამოფენები, შემოქმედებითაც მუშაობდი, რომელიც დღესაც მეხმარება ეს ჩემი მეორე პროფესია, რომელიც უკვე ჰობით იწყცა ალბათ. იმიტომ რომ ის რასაც მე დღეს ვაკეთებ, ვერც კი წარმომედგენია, რომ სხვა რამე გამეკეთებინა ცხოვრებაში. ბოლოს რა დახატეთ? ბოლოს დავხატე ესკიზები კოსტუმებისთვის, ჩვენი ახალი პროგრამისთვის. ნახატი გაგიყიდიათ? ნამუშევრები გამიყიდია, მე უფრო ვიწრო სპეციალობა მაქვს, კერამიკოსი ვარ და მცირე პლასტიკა და კერამიკული ნამუშევრები გამიყიდია, სხვათა შორის ძალიან წარმატებულად. საქართველოში სუხიშვილებს კონკურენტი ყავთ? მე ვერ ვიტყოდი, რომ კონკურენტი ყავს, უფრო ალბათ სწორი სიტყვა იქნებოდა, რომ კოლეგები და ძალიან ბევრი. კონკურენტი? ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტია ვინმე ჩვენი საქართველოში. თანამედროვე ქართულ ცეკვაში თავს რევოლუციონერად მიიჩნევთ? კი, რასაკვირველია. თქვენი დადგმული ახალი ცეკვები, თქვენს წინაპრებს მოეწონებოდათ? მე კონკრეტულად ცეკვებს არ ვდგამ. ცეკვებს დგამს ილიკო, მაგრამ ჩვენი შექმნილი ცეკვები და კომპოზიციები დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოეწონებოდათ ჩვენ წინაპრებს და ილიკოს, ნინოს. ნინო მოესწრო კიდევაც, თენგიზი ხო მოესწრო და მოესწრო თითქმის მთელ ახალ პროგრამას. წინაპრების ჭრილს თუ დაუკომპლექსები ხართ როდესმე? კი, ძალიან. განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, სანამ გადავწყვიტავდი, რომ ეს პროფესია ამერჩია და გავყოლოდი და ჩემი ცხოვრების აზრი გამختارიყო ეს, მანამდე რასაკვირველია იყო ეს მომენტი. მე მგონი ეს ძალიან ბევრ ცნობილი ადამიანის შვილს ემართება, ცნობილი მშობლების ჭრილში ყოფნა და რასაკვირველია ერთგვარი კომპლექსები ეს იყო. არ ამბობდით, რომ მათი შთამომავალი იყავით? არა, ხშირად არა. გახსოვთ ერთ შემთხვევა, როცა დამალეთ? ძირითადად ყოველთვის ვმალავდი, როცა მეკითხებოდნენ, არ მინდოდა ხაზგასმა ამისი, რომ ვიძახდი, რომ მოგვარე ვარ. პირველი პროტესტი? ალბათ ერთგვარი პროტესტი იყო ოჯახის მიმართ ახალგაზრდობაში, როცა გადავწყვიტე სხვა პროფესია ამერჩია. უნდათ რომ მოცეკვავ ყოფილიყავით? არა, დაძალება არ ყოფილა, სხვათა შორის არავინ არ გვაძალებდა ამას, არჩევის უფლება ჰქონდა და საერთოდ არ იყო ამაზე ლაპარაკი, სანამ ჩვენ თვითონ არ მოვინდომეთ, რომ ეს აგვერჩია და არ დაუმტკიცეთ ჩვენ მშობლებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და შეგვიძლია ცოტა სხვაზე უკეთ. მანამდე ეს თქვათ შთამომავლობით არ გადმოგვეცა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამისთვის, რომ მათთვის პირველ რიგში დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. მართლა ისეთი მკაცრი ხართ, როგორც თქვენზე ამბობენ? ესე ამბობენ? ასეთ სტერეოტიპია. იცით რა, გააჩნია მკაცრი სამსახურში, მაგრამ სახლში არა. ოჯახში? ოჯახში არა. სუხიშვილების გამო ბევრ რამეზე მოგიწია თუ არის თქმა? კი, ბევრ რამეზე. მაგალითად? ძალიან დიდი ხანი პირად ცხოვრებაზე. ნანობთ? არა. დღე რომელსაც სრემლის გარეშე ვერ იხსენებთ?
ალბათ ძალიან ბევრია, რომელიც შეიძლება ჩამოთვალო. ნუ პირველ რიგში ალბათ ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მამის, ბების, ბაბუის და სიხარულის ცრემლი თითქმის ყველა კონცერტის ბოლოს მაქვს. ევა ადამიანის ნეკლის ნაწილია. რასაკვირველია. უფროსი თაობის მოცეკვავების კრიტიკას ითვალისწინებთ? კი, ვითვალისწინებ თუ ეს ჯანსაღი კრიტიკაა. ვინმეს უსაფუძვლოდ გაუკრიტიკები ხართ? კი, ბევრჯერ. და როგორი რეაქცია გქონდათ? მე მგონი რეაქცია არ უნდა კონდეს და არც ქონია დიდად. გული არ ხტენიათ? არა. ქონიათ საუბარი ამ თემაზე იმ ადამიანებთან? იცით რა, პირში არ გვაკრიტიკებს არავინ, გვაკრიტიკებენ ზურგს უკან, ამიტომ არ მქონია. ყველაზე გაბედული ნაბიჯი. ყველაზე გაბედული ნაბიჯი ჩემთვის პირადად იყო სცენაზე გამოსვლა, როცა გადავწყვიტე რომ მეცეკვა. იმიტომ რომ მე ესე მგონია რომ პირველად რომ გავედი სცენაზე ნორმალურად ცეკვა არ ვიცოდი და ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი ჩემი მხრიდან. გამოგივიდათ? ეხლა რომ ვფიქრობ, ისე არა როგორც ალბათ საჭირო იყო, მაგრამ მე ძალიან ბევრი შრომა დავხარჯე ამისთვის, რომ გამომსვლოთ. ოჯახის წევრებმა რა გითხრეს, როდესაც პირველი ცეკვა ნახეს? ოჯახის წევრები იყვნენ ყველაზე დიდი კრიტიკოსები ჩემთვის, მაგრამ ალბათ რადგან გამიშვეს სცენაზე, ჩათვალეს, რომ შემიძლია. ექსპერიმენტი რომელმაც არ გაამართლა. იცით რა, ხელოვნებაში ეგეთ ექსპერიმენტი არ ქონია ჯერ. მე მგონი ყველა ექსპერიმენტმა გაამართლა, რომელიც გაგვიკეთებია. პირად ცხოვრებაში იყო ასეთი რამ? პირად ცხოვრებაში რასაკვირველი იყო ექსპერიმენტი, რომელიც არ გაამართლა, ეს იყო ჩემი პირველი ქორწინება. ნანობთ? ნანობ, არ ვიცით, მე ვთვლი, რომ ყველა გამოცდილება, ცუდიც კი არის გამოცდილება. მაგრამ ალბათ ჯობდა რომ არ ყოფილიყო, იმიტომ რომ კარგი მოგონებები არ არის. ცხოვრების მთავარი ვნება. ცხოვრების მთავარი ვნება ჩემთვის არის ჩემი პროფესია და ჩემი საქმე. გაგიღიმიათ იმ დროს, როცა გეტირებოდათ? ქონია, როცა მამამ ყავდა ავად მძიმედ და არ მინდოდა რომ ეს ეგრძნო და ნამდვილად არ მეღიმებოდა, მაგრამ ვიღიმებოდი. ბოლოს როდის იტირეთ? რამდენიმე დღის წინ ჩემი მოცეკვავის ქორწილში გული ამიჩუქდა. ძლიერ ქალად მიიჩნევ თავს? კი. როდის ხართ სუსტი? სუსტი ვარ იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს. ადამიანს თქვენი ნდობა ბოროტად გამოუყენებია? კი, გამოუყენებიათ. მეგობარს? კი. დაკარგეთ? არა. მგონია, რომ ყველაფრის პატიება შემიძლია. ღალატისაც? ცით რა გააჩნია, ხა ესეთი ღალატი, ესეთი აჯერ არ მქონია ცხოვრებაში, ესეთი გამოცდილება, ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ალბათ შევეცდები რომ ვაპატიო. დეპრესიის დრო დაგრჩენიათ? არა. არა ვარ დეპრესიული ადამიანი და არ ვიცი რა არის ეს. სტრესს და რას გამოღავხართ? მუშაობას. საქმეს არ დაუღლი ხართ? დაუღლილ ვარ, როგორ არა, მაგრამ ეს არის სასიამოვნო დაღლა. ცხოვრების დამონტაჟება რომ შეგეძლოთ, რას ამოჭრიდით? ამოვჭრიდი 2 წელიწადს. 96-დან 1996-დან 98 წლამდე. რა ხდებოდა ამ პერიოდში? იმ პერიოდში მოსკოვში ვცხოვრობდი. მოგიწიათ? კი, მომიწია და ძალიან ცუდად მახსოვს ამოვჭრიდი სიამოვნებით. ბოლოს აღსარება როდის თქვით? 1 კვირის წინ. ყავთ მოძღვარი? კი. ვცდილობთ ყოველთვის ეკლესიურად იცხოვროთ? კი, ვცდილობ. გამოგდით? დიდი ხანია ძალიან, ალბათ 30 წელია უკვე. სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება? კი. ერთხელ მოდის? არა, ერთხელ არ მოდის. მოდის ალბათ, არ ვიცი, სხვადასხვანაირად ყველა ცხოვრებაში, მაგრამ ზოგთან ალბათ ერთხელ, ზოგთან ბევრჯერ. ვის შეუძლია თქვენი გაღიმება? ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ხშირად ვიცინი და მეღიმება. ერთი კონკრეტული ადამიანი არის, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყოთ, რომ გამხიარულებთ? ჩემი მეუღლე მაგალითად, ილიკო მომხიარულებს ხშირად, იმიტომ რომ ფანტასტიკური იუმორის გზნობა აქვს. საკუთარ ხასიათში, რამე შეცვლით? მე მგონი ზედმეტად ფიცხი ვარ და ადვილად გამოვდივარ. წყობიდან? წყობიდან კი. ბოლოს როდის გამოხოდით წყობიდან? თითქმის ყოველ დღე სამსახურში. თქვენს ოჯახზე გაგებულმა რომელმა ჭორმა გაგაღიზიანეთ? ჭორებზე არ ვღიზიანდები, აი მეღიმება ჭორებზე. იმიტომ რომ ვთვლი, რომ ცნობად ადამიანებზე ყოველთვის ლაპარაკობენ და არ ვიცი, ძალიან უფრო სასაცილოა ჩემთვის ეს ვიდრე გასაღიზიანებელი. აბსურდული ჭორები არ გტკენს გულს? არა. ხალხი ყოველთვის ლაპარაკობს, ენა უძულო, ამით უმეტეს ცნობადი სახე ხარ და ხშირად ვთქვათ ჩანხარ ცხოვრებაში, ყოველთვის, არ ვიცი, ახლა უამრავი ესეთი ჭორი იყო, რომელიც ძალიან სასაცილოა.
იოლად გატყუებენ? კი, ვტყუვდები, იმიტომ რომ ძალიან მინდობი ვარ და მჯერა ხალხის და ამიტომ ვტყუვდები. წყობიდან გამოსულს ისეთი რამე ჩაგიდენიათ, რაც ცნანობთ? კი. მაგალითად? მაგალითად ხელი გამირტყია. ვისთვის? მოცეკვავისთვის. გამოსოვდა ეს საქციელი? კი. ხანდახან იცით შველის ეს რაღაც მათრახი და ტკბილი სიტყვა ორივე ერთად მუშაობაში ძალიან კარგ შედეგს კაი შედეგი მოაქვს. ნუ ალბათ ჩვენთან ძალიან მკაცრი დისციპლინაა და მე ვთვლი რომ არ იქნება დისციპლინა, არ იქნება ხარისხი და ეს მკაცრი არის აუცილებელი. მაგრამ წყობიდან გამოსვლა ალბათ ყოველთვის არ არის საჭირო, თავშეკავებულობა ალბათ ჯობია. ბოდიშს მოხდა მოგიწიათ? კი, მე ადვილად ვიხდი ბოდიშს, როცა გზნობ რომ დამნაშავე ვარ. ჩალმა? ასოციაცია ბებია, ნინო რამიშვილი. ძმასთან გაბუტული ყოფილ ხართ? არა, ილიკოს არ ვებუტები არასდროს და მისგან არაფერი არ მწყენს. ვინმეს უცდია თქვენი და ილიკოს წინსვლისთვის ხელის შეშლა? კი, ძალიან ბევრჯერ სხვათა შორის მე მგონი დღემდე გრძელდება ეს ხელის შეშლები, მაგრამ მაინც ბოლომდე არ გამოდის. ოჯახის შენარჩუნებისთვის ქალმა ყველაფერზე უნდა დახუჭოს თვალე. იცით რა, ძნელია თქმა, ალბათ ყველაფერზე ვერ დახუჭავს თვალს. ბევრი რამე შეიძლება იყოს, ეს ძნელია კონკრეტულად თქვა, მაგრამ ალბათ ყველაფერზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. როცა ურთიერთობა არ გამოდის, არ უნდა დახუჭო თვალები. წვალებას ჯობია, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდე ამისგან. თქვენ რაზე გაგიჭირდებოდა თვალის დახუჭვა? ძალიან ძნელია ალბათ შეურაცხყოფის ატანა, ძალიან ძნელია დამცირების ატანა. ძალიან ბევრი რიგი სხვადასხვა ესეთი ალბათ რაზეც ალბათ თვალის დახუჭვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ურთიერთობა არ გამოდის. მეუღლესთან ხშირად გიწევთ ათმობაზე წასვლა? კი, როგორ არა. თქვენს მეუღლეს თუ უწევს? იმასაც რასაკვირველია, ეს ურთიერთდათმობაზე აგებული ურთიერთობა. გრაფიკის გამო? გრაფიკის გამოც ალბათ და რაც ბევრი ამის გამო. კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარის გავლება დაგჭირვებიათ? იცით რა, მე ვცდილობ რომ შევათავსო ერთმანეთს. საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ყოველთვის გამოდის? მე გამომდის. მტერი ახლოს უნდა ყავდეს? ალბათ კი. პრაქტიკაში გამოგიცდიათ? კი. უფრო ეფექტურია? ხო, იმიტომ რომ ყოველთვის მზად ხარ, როდის დაკარტყავს ზურგში. ბოლოს როდის შეგწყვეტ? და გავიხსენო. კომპლიმენტი ხო არ იყო რამე ისეთი უჩვეულო? კომპლიმენტი არა, კომპლიმენტზე არ უნდა შეგწყვეს. წითლდებიან ხოლმე ძირითადად? არა, მე არ წითლდები, კომპლიმენტის მიღება უნდა იცოდეს ქალმა. ალბათ რაღაც ცუდი რო ჩამიდენია, შემწხვენია, მაგრამ ეხლა უბრალოდ არ მახსენდება. წამი როცა მივხვდით რომ ბედნიერი ხართ? კი, მივხვდი, როცა პირველად სცენაზე აღმოვჩნდი. აი ეს გზნობა არ დამავიწყდება არასდროს. რამდენი წლის ასაკში? არც ისე ახალგაზრდა ვიყავი 22-ის. ქართული ტრადიცია რომელიც არ მოგწონთ? გაუთავებელი სუფრა და საათობრივი ეს ჯდომა სუფრაზე და გაუთავებელი გრძელი სადღეგრძელოები ეს არ მომწონს. ალკოჰოლთან როგორ დამოკიდებულება გაქვთ? ზომიერების ფარგლებში დადებითი. დამთვრალ ხართ? კი, როგორ არა. ისე რომ მეორე დღეს არაფერი გხსნობა? არა, ესე არა. თამადობა გამოგდით? მიცდია ყოველ შემთხვევაში. საყვარელი სადღეგრძელო? საქართველოს გაუმარჯოს. თავი დაგიკარგავთ? არა. არც სიყვარულში? არა. მამაკაც 100% შეიძლება ენდო? თუ გიყვარს კი? ქართულ ცეკვაში სექსი არის? არის. იდუმალი, უხილავი, მაგრამ არის. ფარული ეროტიკა ცეკვაში არის კი. ვინც კრებლის სცენაზე გამოდის, თქვენთვის არაპატრიოტია? იცით რა, ვერ ვიტყოდი ეს, ცოტა ესეთი ნათქვამი იქნება. მე უბრალოდ ვთვლი, რომ არ უნდა გამოვიდეთ ჩვენ და თუ სხვა გამოდის, მე ამაში ვერავის ვერ გამამტყუნებ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პროფესია და ადამიანის საარსებო წყაროა და თუ ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავარჩიოთ, საწავიდეთ და რომელ წინაზე გამოვიდეთ, სხვა შეიძლება ეს ფუფუნება არ გქონდეს. ამიტომ ვცდილობ, რომ არ განვიკითხო და არ გავამტყუნო ამაში. ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი საქციელი ალბათ. როდის მივხვდით, რომ ცხოვრება შედგა? ალბათ, როცა მივხვდი, რომ საქმე, რომელსაც ცხოვრება უძღვენი, გამომდის.
რა თემაზე საუბარი გიქნით უხერხულობას? არ ვიცი, იცით არაფერი, ყველა თემაზე შემიძლია ლაპარაკი და არ ამგონია, რომ ჯერჯერობით არ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ უხერხულობა ყოფილიყოს რომელიმე ინტერვიუში. ალბათ ჯერ ესეთი კითხვა ჩემთვის არ დაუსვამთ. კი ბატონო, დღევანდელი ინტერვიუს შედეგად რამდენი პროცენტი იყო რეალური მიმოსვლა? მე ყოველთვის გულახდილა და შესაძლოა